რამდენი წელი იყავით, როცა პირველად გაიგეთ, რომ თმის ცვენა მარტო თავზე კი არა, წვერზეც შეიძლება გავრცელდეს. აი, ასე თუ გაქვთ დაახლოებით დაკარგული წვერი, როგორც მე მაქვს, ან აი სურათებზე რაც გამოჩნდება ახლა მსგავსი ამბავი თუ აღგენიშნებათ, გეტყვით რაში არის საქმე და როგორ უნდა უმკურნალოთ მაგას. მაგრამ სანამ მაგას გეტყვით, რომ თმასავით უნდა მოვლა წვერსაც. შამპუნი, კონდიციონერი დავარცხნა ისა აუცილებელია მაგისთვისაც. მაგისთვის არსებობს ბარბერშოპების მაგალითად, წავიდეთ კაცები იქ და გავლამაზდეთ, მეც ახლა საქართველოში ვიყავი, მაგალითად ვიყავი ბარბერშოპ არსენალში და ძალიან კარგი გარემო დამხვდა, შვენივრად გავატარე დრო, გამალამაზეს კიდეც და რავი, თქვენს გირჩევთ რომ ესტუმროთ, ავლაბარში თუ მოხვდებით ირბახის ქუჩაზე. ეხლა რაც შეეხება ამ წვერის ცვენას, ამას ეწოდება ალოპეცია ბარბაე. ეს არის ალოპეცია არეატას ერთ-ერთი სახე და წარმოადგენს ესეთ ქრონიკულ პროცესს, რადგანაც აუტოიმუნური პროცესების გამო ხდება თმისძირების დაზიანება და მერე ცვენა ისე რომ ნაიარებს არტოვებს, რა თქმა უნდა. ზოგ შემთხვევაში ამის მკურნალობისგან თავს იკავებენ ხოლმე და გეტყვით რამდენიმე მიზეზი აქვს ამას. პირველი მიზეზი არის ის, რომ შეიძლება არ იყოს ძლიერად პროგრესული და მწვავე და თუ არ აწუხებს პაციენტს, მაშინ რა თქმა უნდა არ იღებს მკურნალობას. მეორე მიზეზი არის ის, რომ 50% შემთხვევებში შეიძლება თავისთავად ალაგდეს, ანუ სპონტანურად ასე ვთქვათ, მორჩეს. ჩემიც ეგრე იყო, ადრე უფრო უარესად იყო, ეხლა უკეთესად არის. მესამე მიზეზი ის არის, რომ ეფექტურობა ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ხანდახან ეფექტურია, ხანდახან არ არის ეფექტური. მერე მკურნალობის შემდეგ შეიძლება კიდევ განმეორდეს. თუმცა, თუ პაციენტს აწუხებს და დაწყების სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, დაიწყებს გაივლის კონსულტაციას ოღონდ პირველ რიგში დერმატოლოგთან, იმიტომ რომ უნდა გაიარონ ყველა კუთხე, იქ ფსიქოლოგიური გამოსავალი ნახონ, კოსმეტოლოგიური და ამ ყველაფრის შეჯერების მერე შეიძლება დაიწყონ რა თქმა უნდა მკურნალობა თავისთავად რასაც გულისხმობს მაგასაც გეტყვით, შეიძლება ძლიერი სტეროიდული კრემები იყოს, სხვადასხვა მედიკამენტები, ადგილობრივი იმუნოთერაპია და სხვა და სხვა. მოკლედ, ეგეთი ამბავი თუ გაწუხებთ, პირველ რიგში არ ნერვიულოთ, შეიძლება თვითონაც ალაგდეს, მეორე რიგში კიდე თუ ინერვიულებთ, მიდით დერმატოლოგთან და გაიარეთ კონსულტაცია. ეს არის და ეს.